დღეს ძალიან ეს აქტიურ ფაზაში არის შესული და თქვენ სწორედ ბრძანეთ ეს სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია ტურისტების შემოსვლის და ეს იმის ფონზე, რაც გამოიარა სექტორმა გაზაფხულის პერიოდში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია შედეგი, რაც დღეს სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სტატისტიკა გვაძლევს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ უკვე გეგმარება და ახალი აქცენტები სამომავლო განვითარებაზე და სწორედ ის ტენდენციები, რომლებიც გლობალურად ვითარდება ტურიზმისთვის, რაც პირდაპირ აისახება ტურიზმის კმაყოფილება, ტურისტის კმაყოფილებაზე პირველ რიგში და შესაბამისად ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე, ეს არის ის ინოვაციური მიდგომები, რომელიც ზოგადად ტურისტს აინტერესებს. გლობალურ ტრენდებზე რო გავაკეთოთ აქცენტი, ძირითადად მაინც არის გამოცდილებითი ტურიზმი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია და თქვენს კადრებშიც კარგად ჩანს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ შეხებას იმ ავთენტურ კულტურულ მემკვიდრეობასთან, რომელშიც სადაც გადაადგილდება ტურისტი და ჩვენი ქვეყანა ამით ძალიან ესე ვთქვათ უხვია და ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს როგორც ქვეყანას გამოცდილებითი ტურიზმის ნაწილში, რა თქმა უნდა, ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის ერა გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ტურისტი დღეს აქცენტს აკეთებს გაიმარტივოს მოგზაურობის შესაძლებლობები და პირდაპირ თვითონ დაგეგმოს მისთვის სასურველი ვიზიტები ამ თუ იმ ქვეყანაში და ტენდენციურად მიყვება უკვე ის ძირითადი ასპექტები, რომელიც ზოგადად ახლავს ტურიზმის ეს არის ის, რომ სრულად შეიცვალა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ მიდგომები მოგზაურობის ნაწილში და მეტწილად ტურისტი არჩევს უსაფრთხო გადაადგილების ლოკაციებს და დანიშნულების ადგილებს, აქცენტი კეთდება ველნეს მიმართულებაზე და ჯანმრთელობის ტურიზმზე და თავისთავად ამ მთლიან კონტექსტში მოიაზრება ის, რომ ის თანმკვეთა ტურისტული პროდუქტების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ძალიან მრავალფეროვანია, იყოს, ასე ვთქვათ, ძალიან დაკავშირებული იმ გლობალურ მიდგომებთან, რომელსაც უშუალოდ საერთაშორისო ტურისტი არჩევს და ირჩევს სამომავლო მოგზაურობისთვის. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ამ ყველაფერს ეს სწორად დაუწყოთ ფეხი და როგორც ჩანს ეს ნაწილი გამოგვდის ამ შემთხვევაში, რასაც უყურებთ და იგივე ტენდენციებზე რომ ვისაუბროთ 20-26-ის ჭრილში გარკვეულწილად ამ გლობალურმა გაურკვევლობამ გარკვეული ტიპის გავლენაც მოახდინა, ხო, ბუნებრივია სექტორზე. დიახ, გლობალური მიდგომები საერთოდ არ შემოიფარგლება მარტო იმ გამოწვევების კუთხით, რაზეც ზოგადად გლობალური სამყარო ვაწყდებით და განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც ძალიან სენსიტიურია და პირდაპირ წესით, ესე ვთქვათ, ეხება მას ყველა გლობალური თუ ადგილობრივი გამოწვევა. შესაბამისად, ის ხაზი, რაც გლობალურ პრობლემატიკას უკავშირდება და განსაკუთრებით ჩვენ რეგიონზეა საუბარი, რომელიც ცალსახად შეეხოდა სტატისტიკური მონაცემები, შეიძლებოდა კიდევ უფრო კარგი ყოფილიყო, რომ არა ის გლობალური, ესე ვთქვათ, რომელიც ირან-ამერიკის გამოწვევას უკავშირდება, შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვცდილობთ უკვე, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს შეცვალოს გარკვეულწილად მიდგომები. არჩევს ისეთი ქვეყნები, სადაც ინტერესის სფერო შეიძლება იყოს საქართველოს მათთვის როგორც ახალი დანიშნულების ადგილი და თავისთავად ძალიან მისასალმებელია პირდაპირ ავიამიმოსვლები, რომლებიც განაპირობებენ სწორედ სტატისტიკურ მონაცემებში იმ შედეგს, რასაც იღებს ზოგადად სექტორი და ეს ძალიან თვალსაჩინო და ძალიან ნიშანდობლივია, როცა მოსვლაზე ჩინეთის ნაწილი ჩაინის როცა მით უმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც გასული პერიოდის ან ეხლანდელ სტატისტიკაში ძალიან ცალსახა ევროპის და ბრიტანეთის სტატისტიკური მონაცემების შემოსვლის მაჩვენებლებში, როცა უკვე გაზრდილია რაოდენობა, რომ არა პირდაპირ ავიამიმოსვლები ამ შედეგს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულად მივიღებდით. ძალიან მისასალმებელია ჩინეთის მიმართულება. ჩინეთი განსაკუთრებით შანხაი არის ეკონომიკური ჰაბი და შესაბამისად ჩინელი მომხმარებელი ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან სასურველი მომხმარებელი, რადგანაც ისინი ძალიან სკრუპულოზურად არჩევენ, ძალიან სენსიტიურად უდგებიან ქვეყნებს მოგზაურობისთვის და განსაკუთრებით თუ არ არის მათთვის უსაფრთხო, ახლა მაგალითად ჩინელ მომხმარებელს ძალიან აინტერესებს ჩვენი ღვინო, ძალიან აინტერესებს კულტურა, ავთენტურობა და ეს ძალიან მისასალმებელია, რადგანაც კი
აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა მასიურ შემოდინებაზე, რა თქმა უნდა, არამედ ნიშურ მიდგომებზე და სწორედ ჩინელი მომხმარებელი, რომელიც ძალიან ესე ვთქვათ, მხარჯველნარიანია და ეს ნაწილს მაინტერესებს, მხარჯველნარიანად ითვლება ჩინელი. დიახ, რა თქმა უნდა, სწორედ აი სეგმენტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეთავაზების ფორმატიც, რა თქმა უნდა. ჩინელი მომხმარებელი და ჩინელ მომხმარებელზე ძალიან ბევრი ქვეყანა აგებს მთელ რიგ ინფრასტრუქტურას, ეს არის shopping mall-ები, outlet village-ები, რომლებიც პირდაპირ წესით არის მორგებული ჩინელ მომხმარებელზე, სწორედ იმ მიზნით, რომ ისინი საკმაოდ დიდ დანახარჯებს აკეთებენ ევროპის მიმართულებით, ამერიკაშიც თავისთავად და დღეს ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია არა მარტო გავაკეთოთ აქცენტი საქართველოს როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილზე, არამედ გამოვარჩიოთ რითია უნიკალური, რითია საინტერესო მათთვის და სწორედ ის ავთენტურობა და უნიკალურობა, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ცალკეული მიმართულებების ჭრილში, ვფიქრობ, ჩინელი მომხმარებლისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებიც, ხა ჩვენი ქვეყანა ძალიან ცნობილია, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ძალიან გააქტიურდნენ და სტატისტიკურ მონაცემებშიც გამოიკვეთა, მათ აინტერესებთ ესე ვთქვათ, დასვენება, აინტერესებთ კურორტები, ან ჯანმრთელობაზე ძალიან აქცენტს აკეთებენ ესეთი ტიპის მომხმარებლები, თუმცა კულტურული ტურიზმით ძალიან ბევრი ვიზიტორი შემოდის, ძალიან ბევრი სტუმარი, როგორც უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ეს ძალიან კარგი მაღალია, მაინც ისტორიულად მოხსოვების. ცნობადობა, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეთი დივერსიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის როგორც სექტორისთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია ესეთი ქვეყნები, რომლებიც ქვეყანაში ძალიან დიდხანს რჩებიან, უფრო მეტ დანახარჯებს აკეთებენ და ევროპა ამით ცნობილია, იმიტომ რომ ისინი მოგზაურობის დროს მინიმუმ ერთ კვირას 10 დღეს ერთ კვირას არჩევენ და ძალიან ხიბლავთ კავკასიის რეგიონი მთლიანად კომბინირებულ ჭრილში, თუმცა აუცილებელია სწორედ იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება გლობალურად, ჩვენ გვაქვს უკვე რისკების მართვის საშუალება და ეს რისკების მართვის საშუალება გვაძლევს იმის პირობას, რომ როცა დადგება კონკრეტული გამოწვევა, უკვე არსებობდეს შესაბამისი ქვეყნები, სადაც ჩვენ უფრო გავაძლიერებთ, ასე ვთქვათ, მარკეტინგ კამპანიასაც და უკვე ცნობადობის ნაწილი, ასე ვთქვათ, ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს ყველა მიმართულებით და არ უნდა კონცენტრირდეთ მხოლოდ ან ევროპაზე, ან აზიის ქვეყნებზე და რა თქმა უნდა, ყველა ის შედეგი, რომელიც მიღებული გვაქვს ჩვენ დღეს სტატისტიკურ მონაცემებში, სწორედ ამის ერთ-ერთი უპირობო შედეგია, როცა უკვე ჩვენ მაქსიმალურად მივდივართ სექტორი დივერსიფიცირებისკენ და მარკეტინგულად გავაძლიეროთ სხვადასხვა მიმართულებით აქტიურები. კი ბატონო, აი ჩვენ ყოველთვის საუბრობთ თქვენ ბევრჯერ გააკეთეთ აქცენტი აბსოლუტურად სწორად, როცა მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე საუბრობთ ამ შემთხვევაში. მეორეს მხრივ რა ვითარება გვაქვს ჩვენ ინდუსტრიაში, რამდენად მზად ვართ იგივე კვალიფიციური კადრები გქონდეთ. მუდამ არის ხოლმე ეს კითხვა. დიახ, რაც შეეხება ზოგადად გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარება, ტურიზმი არის სერვისზე ორიენტირებული და სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრია და თავისთავად სერვისი ნიშნავს ადამიანების ძალიან მკვეთრ ჩართულობას, ადამიანური რესურსი ამ შემთხვევაში არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, კადრების თემა არის ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში, როცა სექტორი უკვე შედის იმ ფაზაში, რომ აი ძალიან ცხელი, აქტიური სეზონი დგება და თავისთავად ეხლა გვაქვს ის პერიოდი, როცა ეს გამოწვევა ძალიან თვალსაჩინოდ იჩენს თავს. თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცდილობს ბიზნესი, რომ მომზადებული შეხვდეს სეზონს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ კადრების გადამზადების, ასე ვთქვათ, პროცესში შევიდეს და თავის, ასე ვთქვათ, სტრუქტურებში ქმნიან გარკვეულწილად ტრეინინგ ცენტრებსაც და ეს უკვე იქიდან გამომდინარე ხდება, რომ სრულიად ბაზარი ვერ აკმაყოფილებს იმ საჭიროებებს, რაც ზოგადად ბიზნესს აქვს. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ბოლო პერიოდის ახალი ინიციატივა არის, როცა ჩვენ გამოსავლების ძებნაზე საუბრობდით, შეგვექმნა მაქსიმალურად ისეთი ინიციატივა, სადაც დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ამ მიმართულებით იქნებოდა ძალიან მაღალი და დღეს გვაქვს, ასე ვთქვათ, კერძო საჯარო საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო ინსტიტუტების, ასე ვთქვათ, ერთობლივი ინიციატივა, ეს არის განათლების და უნარების კომიტეტი, რომელიც ასოციაციის შიგნით სულ ახლახანს, ასე ვთქვათ, ინიციერდა და უფრო მოდიფიცირება მოხდა განათლების კომიტეტის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ უნარების განვითარებაზე, რადგანაც სერვისი იწყება პირველ რიგში პირდაპირ კომუნიკაციით და შემდეგ ხდება მთელი სპექტრი იმ უნარების გამოვლინების, რომელიც ზოგადად ბიზნესს სჭირდება დასაქმების ადგილზე. მთავარი პროცესი ამაში არის ის, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ბიზნესის პასუხისმგებლობაც და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში მათი მიდგომები იყოს უფრო ლოიალური, უფრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული და ხარისხის განვითარება სწორედ იწყება ურთიერთთანამშრომლობით, სწორი კომუნიკაციით, სწორი, ასე ვთქვათ, ინიციატივებით და ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა იქნება ძალიან ესეთ პირველი ნაბიჯები იმ საწინდარი, რომ გავაძლიეროთ ბიზნესის ჩართულობა საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ნაწილში, გავაძლიეროთ სამუშაოზე დაფუძნებული განათლების, ასე ვთქვათ, პოპულარობა და გავზარდოთ ცნობადობა იმ კუთხით, რომ ტურიზმი როგორც პროფესია არის ძალიან პერსპექტიული, საინტერესო და მომავლის, ასე ვთქვათ, მომავალში უზრუნველყოფს ნებისმიერი დასაქმებული შესაძლებლობებს და ამ კუთხით ჩვენ გვეხმარება ძალიან ბევრი დაინტერესებული ორგანიზაცია, როგორც საჯარო, ასევე კერძო და საგანმანათლებლო ინსტიტუტები და ეს ერთობლიობა შექმნის იმ ინიციატივას, რომ მომავალში გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება ამ კუთხით. ჩვენი მაქსიმუმი რომ გამოვიყენოთ, სწორედ ასოციაცია ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს და უზრუნველყოთ მათი, ასე ვთქვათ, გამოწვევების დაძლევა კონკრეტული ინიციატივებით. სხვა გზა არ არის, რადგანაც ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ზოგადად კერძო სექტორს ჭირდება განვითარებისთვის. გამორჩეულად აქტიური ასოციაცია, ტურიზმის ასოციაცია მინდა ცალსახად აუგდიშნო ამ ნაწილში. ვხედავთ მათ შორის თქვენს მუდმივ კომუნიკაციას იგივე ხელისუფლებასა კერძო სექტორთან და ამ საუკეთესო გამოსაუცებთან და ბოლოსკენ აუცილებლად მინდა გკითხოთ, ახლა როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ახლაც ზაფხულია და ბევრ შემთხვევაში აი ტურიზმის გააქტიურების ფსიქოლოგიური მომენტი არის ხოლმე თითქოს მხოლოდ ზაფხული და ზამთრის პერიოდი, მაგრამ ამასობაში გვაქვს ამბიცია 4 სეზონიან ნაწილზე. როგორი ამ კუთხით აი ასოციაციის რეკომენდაცია ხედვა რომ შევაჯამოთ? დიახ, ზოგადად როცა ჩვენ საუბრობთ მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე, მდგრადობა ნიშნავს ადამიანის კეთილდღეობას პირველ რიგში და ეს კეთილდღეობა ეხება ჩვენს რეგიონებსაც, არ უნდა იყოს მარტო ცენტრალიზირებული, რა თქმა უნდა, დედაქალაქების ან მაქსიმალურად ტურისტული რეგიონების აქტიური ჩართულობა ტურიზმის განვითარებაში და რა თქმა უნდა რეგიონების გააქტიურება ამ კუთხით გამოიწვევს 4 სეზონის, ასე ვთქვათ, ავტომატურად შექმნას იმ პროდუქტების, რაც ზოგადად 4 სეზონის განვითარებას სჭირდება, ტურიზმის განვითარებას სჭირდება თავისთავად და ამ ნაწილში ვფიქრობ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივაც, რადგანაც რეგიონებში ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი გვაქვს, ადგილობრივი მმართველობები, რომლებიც ფაქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ უზრუნველყონ ტურიზმის გააქტიურობა. ხა ჩვენ რამოდენიმე მოგვმართ და ძალიან მიხარია მათი მხრიდან აქტიურობა, რადგანაც ფიქრობ, რომ ჩვენ როგორც ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს როგორც სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ასევე ტურისტული ტუროპერატორების, ღვინის ქარხნების, ხო ძალიან ასე ვთქვათ, დივერსიფიცირებულია თვითონ ასოციაციის წევრებიც, მათი საჭიროებები უნდა განისაზღვროს ასევე რეგიონებთან მიმართებაში. თუ რეგიონებში ჩვენ შევქმნით, ასე ვთქვათ, სწორ მოლოდინს იმისა, რომ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურა, ნებისმიერი ახალი პროდუქტი მათ რეგიონს ძალიან გამოაცოცხლებს, იქნება ძალიან უნიკალური მიდგომები თავისთავად კერძო, საჯარო თანამშრომლობის და ამ ნაწილში ვფიქრობთ, არა მარტო ჩვენ როგორც ასოციაცია ვიქნებით აქტიური, არამედ სხვადასხვა უწყება, რომელიც როგორც განათლების ნაწილში ძალიან ბევრ რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი კოლეჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივების სწავლების მაჩვენებლების გაზრდას და შესაბამისად იმავე რეგიონში დასაქმებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დღეს არ ვისაუბროთ კადრის დეფიციტზე. კადრის დეფიციტი იქნება სულ მუდმივად თამდები იმის ფონზე, მით უმეტეს, როცა იზრდება სასტუმროების რაოდენობა და შესაბამისად მომავალში დადგება კიდევ უფრო მწვავედ ეს საკითხი, თუ დღეს არ დავიწყეთ აქტიური, ესე ვთქვათ, თანამშრომლობა
მიღწევა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამისად ვფიქრობ, რომ აი ნებისმიერი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს აი პირველი ნაბიჯებიდან საჭიროებების გამოვლენას და ჩვენც როგორც ასოციაცია არც ერთ ნაბიჯს არ ვდგავთ კვლევის გარეშე და ის ინიციატივები, რომლებიც ახლა განათლებას უკავშირდება, პირდაპირ არის დაკავშირებული ასოციაციის შიგნით და ზოგადად ინდუსტრიის მოკვლევასთან დაკავშირებით თუ რა უნარები ჭირდებათ მათ ბიზნესის განვითარებისთვის და მასზე ვაგებთ უკვე ნებისმიერ ინიციატივას მადლობა გადავხადო სექტორის ყველა ჩართულ ასე ვთქვათ ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობა მიიღო ბოლო პერიოდის კვლევებში, იმიტომ რომ ეს გარკვეულ დროს და შესაძლებლობებს მოითხოვს, ესე რომ მაქსიმალური აქტიურობა ყველა დაინტერესებული მხარისგან გამოიწვევს უფრო მეტ შედეგს, უფრო დადებით მოლოდინს და რა თქმა უნდა ტურიზმი როგორც ინდუსტრია, როგორც სექტორი ნამდვილად არის მომავლის ასე ვთქვათ დარგი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ამ კუთხით ხედავთ ძალიან კარგ მაგალითს კერძო საჯარო თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ და შედეგებზეც აისახება სამართლად. მადლობა მინდა გადაგიხავთ კიდევ ერთხელ. დარწმუნებული ვარ ჩვენ წლის განმავლობაში არაერთხელ მოგვიწევს პოზიტიურ ტენდენციებზე საუბარი და კარგ გეგმებზე რა თქმა უნდა. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ-ჯი, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.